სოციალური კალათა სავაჭრო ქსელებში რას გულისხმობს რითეილ სექტორის ახალი ინიციატივა. ამ და სხვა თემებზე გიყვებით რამდენიმე წუთში. ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზა, ანაკლიის პორტი, ავტობანები კობახიძემ ევროპულ პოლიტიკურ სამიტზე დაკავშირებადობის კუთხით საქართველოს განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. საქართველოს რკინიგზას 2025 წელს მგზავრთა გადაყვანა 56,4 მილიონი ლარი დაუჯდა. გაყიდულ ბილეთებსა და ხარჯს შორის დისბალანსი 25 მილიონამდე იყო, საიდანაც სახელმწიფომ 8 მილიონი აანაზღაურა. გურჯაანი ჭაბუკიანი აფენი კაბალის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტზე 24,400,000 ლარი დაიხარჯა. კომპანია MBM თევსაჭერის საინერის შეძენას გეგმავს, ინვესტიციის მოცულობა 2 მილიონ ლარამდეა. საღამო მშვიდობისა, SBMG-ა რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ელენე გოგბერაშვილი წარმოგვიდგენთ. საოჯახო კალათა სავაჭრო ქსელებში რითეილ ასოციაციის წევრი კომპანიები აცხადებენ, რომ იწყებენ კამპანიას, რაც მაღაზიებში მათ მიერვე შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში სპეციალური ფასების დაწესებას გულისხმობს. ასოციაციის განცხადებით გადაწყვეტილება პარლამენტის ფასების კომისიის დასკვნის პასუხია. თუმცა რითეილერები ამბობენ, რომ კომპანია ეფექტიანი ისეთ შემთხვევაში იქნება, თუ პროცესში მწარმოებლები და დისტრიბუტორებიც ჩაერთვებიან. თავად დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში კი აცხადებენ, რომ მარკეტებში დღეს მოქმედი ფასდაკლების დიდი წილი ისედაც მათ ხარჯზე ხორციელდება და დამატებით მიწოდების ფასების შემცირება თავად რითეილ სექტორის შემთხვევით ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული. რას მოიცავს სავაჭრო ქსელების მიერ დაანონსებული საოჯახო კალათა და როგორ აფასებენ ინიციატივას სექტორის სხვა წარმომადგენლები, ნუცა შუბაშულმა მოისმინა შეფასებები და დეტალებით სწორედ ის გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში ნუცანის მით. ელენე მოგესალმები. საოჯახო კალათა სავაჭრო ქსელებში ასეთია რითეილ სექტორის ინიციატივა, რომელმაც სავაჭრო ქსელების შეფასებით მომხმარებლებისთვის სხვადასხვა პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქცია უფრო მეტად ხელმისაწვდომი უნდა გახადოს. როგორც რითეილ ასოციაციაში განმარტავენ, ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან 10-ზე მეტ პროდუქტზე, როგორიცაა მაგალითად წიწიბურა, მაკარონი, ზეთი, მუდმივად იყოს ფასდაკლებები. ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი ხაბაშვილი ამბობს, რომ სავაჭრო ქსელები დაარჩევენ თითოეული პროდუქციიდან ერთ დასახელებას, მაინც რომელზეც სპეციალური ფასები მუდმივ რეჟიმში გავრცელდება. ასოციაციაში ამბობენ, რომ ეგრეთ წოდებული ღრმა ფასდაკლებებით მარკეტები ახლაც მუშაობენ, თუმცა ამას უფრო სისტემური ხასიათი მიეცემა. თუმცა გაერთიანებაში ასევე აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია ამ პროცესში ჩაერთონ როგორც მწარმოებლები, ასევე დისტრიბუტორები. აი მაგალითისთვის ავიღოთ მაკარონის ჯგუფი. ერთ-ერთ რომელიმე ქსელს თუ აქვს დაუშვათ 10 დასახელების მაკარონი, ქსელები ამბობენ, რომ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში განვახორციელებთ იმას, რომ მინიმუმ 1 დასახელების მაკარონზე ყოველთვის მომხმარებელს დახვდეს შესაძლებლობის ფარგლებში საუკეთესო ფასი, ხო? მხოლოდ ქსელების ასე ვთქვათ ხარჯზე გაკეთებული ასეთი გადადგმული ასეთი ნაბიჯი იმდენად ხელშესახებ ეფექტს ვერ მოიტანს, როგორც ეს იქნება იმ შემთხვევაში, თუ წარმოებელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი და ქსელი ერთობლივად მოახდენენ ასეთი პროდუქტების, ასე ვთქვათ, იდენტიფიცირებას. თავად სადისტრიბუციო სექტორის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ სავაჭრო ქსელებში დღეს არსებული ფასდაკლებების ძირითადი ნაწილი ისედაც დისტრიბუტორებზე და მწარმოებლების ხარჯზე ხორციელდება. შესაბამისად, როგორც დარგობრივ ასოციაციაში ამბობენ, დამატებით პროდუქციის მიწოდების ფასის შემცირებისთვის აუცილებელია თავად მარკეტებმა დააკორექტირონ მათ მიერ დაწესებული სხვადასხვა ტიპის გადასახადები. თუ კი სავაჭრო ქსელების მხრიდან დისტრიბუტორებისთვის და მწარმოებლებისთვის დაწესებული სხვადასხვა ტიპის გადასახადები შემცირდება, ეს საბოლოო მიწოდების ფასშიც აისახება, ასე ეხმიანება დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია რითეილ სექტორის ინიციატივას. საოჯახო კალათასთან დაკავშირებით, რაც შეეხება მწარმოებლების პოზიციას, მათი ნაწილი ამბობს, რომ ყველაზე ნაკლებად ფასების შემცირების რესურსი სწორედ ადგილობრივი წარმოების ნაწილშია. ჩვენ საუბრობთ რითეილის მხრიდან გარკვეული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში რაღაც ტიპის ქმედებების განხორციელებას, ერთ-ერთი მათი პასუხისმგებლობის ნაწილი იქნებოდა იმ დაწესებული გადასახადების კორექტირება დისტრიბუტორებისთვის და მწარმოებლებისთვის, რომლებიც შემდგომ უკვე კორექტირებაზე უფრო მეტი
პროცენტული ოდენობითაც შეიძლება რომ დააკორექტირონ ფასი და გააკეთონ ის ფასდაკლება. ანუ კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ყველა ფასდაკლება ძირითად შემთხვევაში არის სადისტრიბუციო კომპანიის და ადგილობრივი წარმოებლის ტვირთი, ეს გაწერილია ხელშეკრულებებით. ჩვენ რო ვაწარმოებთ პურპროდუქტებზე საკონდიტრო ნაწარმს 99% ინგრედიენტების, რომელსაც მოვიხმართ, არის იმპორტირებული, ასე რომ იქაც ვერაფერს ვერ იზავ, რაფასათაც მოგდის ინგრედიენტი და ეს სულ იცვლება, კვირა არ გავა, რაღაცა არ შეიცვალო. იმიტომ ყველაზე ნაკლები რესურსი ფასის დაკლების არის ადგილობრივი წარმოების ნაწილში. ყველაზე ნაკლები რესურსი, ყველაზე მინიმალური მარჟებით, ეგრეთ წოდებული მოგების ნორმებით მუშაობს ადგილობრივი წარმოება. ეს არის ეს მოცემულობა, თუმცა მზათა ვართ, რა თქმა უნდა, თუ რიტეილერები კომერციულ პირობებს გადახედავენ, და შემსუბუქდება ის კომერციული პირობები, რომლებსაც ისინი გვიყენებენ ჩვენი პროდუქტის თაროზე მოხვედრის სანაცვლოდ. საკმაოდ მძიმე, ძალიან ისეთი სერიოზული ხარჯების პოზიცია, რომელსაც სჭირდება გადახედვა. აი აქ არის რესურსი. აღსანიშნავია, რომ თავად პარლამენტის ფასების კომისიის დასკვნაში სხვადასხვა რეკომენდაციებიცაა მოცემული, მათ შორის ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, ასევე ევროდირექტივების დანერგვა. ამ მიმართულებით უფრო მეტ შეფასებებს მაყურებელს უკვე საქმის კურსის შემაჯამებელ გამოშვებაში შევთავაზებთ. მადლობა ნუცა შუბაშვილს უსმენდით პირდაპირ ეთერში. საწვავისა და ელექტროენერგიის გაძვირება სურსათის ფასში ეტაპობრივად ისახება. ამის შესახებ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ინფლაციის მაჩვენებლის შეფასებისას აცხადებს. ლაშა რიჟამაძის თქმით, ამ ფაქტორებზე დაყრდნობით მოსალოდნელია, რომ პროდუქციაზე ფასები მომდევნო პერიოდში კიდევ გაიზრდება. ასოციაციაში ამბობენ, რომ გლობალური და შიდა ფაქტორების გათვალისწინებით იმპორტირებული პროდუქცია უკვე გაძვირდა, რაც ბაზარზე ეტაპობრივად ისახება. აღსანიშნავია, რომ აპრილში საქართველოში წლიური ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა, მათ შორის სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები წლიურად 7.9%-ით არის გაზრდილი. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ელექტროენერგია გაძვირდა, ეს საბოლოოდ ისახება სურსათის ფასში, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ საწვავი ცვლილდება, ესეც პროფესიულად ისახება სურსათში და ყველა ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნებული მონაცემების შესაბამისად, სადაც გვაქვს ზრდა, საბოლოოდ თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სურსათის ფასში, რომელიც გვექნება უახლოეს პერიოდში. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საბოლოოდ ეს ყველა მაჩვენებელი თავის ეგავლენას მოახდენს და უახლოეს პერიოდში მივიღებთ შედარებით უფრო გაზრდილ მაჩვენებელს სურსათთან მიმართებაში. ინფრასტრუქტურის მშენებელმა კომპანიებმა საწვავის მოხმარება შეამცირეს. მიზეზი ნავთობპროდუქტებზე მაღალი ფასი და შემცირებული კაპიტალური დანახარჯებია. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი საქმის კურსთან ინტერვიუში ამბობს, რომ ინდექსაციის მექანიზმის არარსებობის პირობებში აღნიშნული მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ აყენებს როგორც მიმდინარე კონტრაქტებს, ისე ტენდერებს. ირაკლი გიორგობიანის ინფორმაციით, სექტორის სახელმწიფოს მხრიდან ინდექსაციის საკითხზე სიახლეებს უახლოეს დღეებში ელოდება. როგორც ცნობილია, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა, კერძოდ საწვავისა და ბიტუმის გაძვირებამ არსებული პროექტების თვითღირებულება 15%-ით უკვე გაზარდა. მოხმარება შემცირებულია გამომდინარე იქიდან, რომ ერთი წყლის სეზონურობიდან და მეორე შემცირებული კაპიტალური ინვესტიციებიდან, რასაც თავისუფლად ემატება გაზრდილი ფასები ენერგომატარებლებზე, რაც ცალსახად რისკის ქვეშ აყენებს მიმდინარე კონტრაქტებს. და შესაბამისად მიმდინარე ტენდერებსაც, რომელიც გამოცხადებულია, რომელიც რეალურად არ ასახავს იმ რეალურ ხარჯებს, რომელიც დღეს არის ბაზარზე შექმნილი. და თავისუფლად ინდექსაციის მექანიზმის არარსებობის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ბარიერი არის ნებისმიერი კვალიფიციური მიმწოდებლისთვის, რომელიც ფიქრობს ან გეგმავს ტენდერში მონაწილეობას. ინფრასტრუქტურული პროექტების მაღალი ხარისხი და ვადების დაცვა მიღწეული იქნება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო თავს დაიცავს ანტიდემპინგისგან და სატენდერო ფასწარმოქმნას თავისუფალი ბაზარი განსაზღვრავს. ირაკლი გიორგობიანი აცხადებს, რომ რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანია სახელმწიფო ტენდერებში შესყიდვის პროცედურა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განხორციელდეს. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის პოზიციაა, რომ ტენდერებში ზედაზღვარი მოიხსნას, რაც დღეს კონკურენციას და შესყიდვებში კვალიფიციური ინვესტორების მონაწილეობას ხუდავს. სახელმწიფო დაფინანსებულ ტენდერებში წარმოდგენილი არის ზედაზღვარი და
ტენდერი იწარმოება რევერსულად. რაც თავის მხრივ ზღუდავს როგორც კონკურენციას, ასევე ფასწარმოქმნას და კვალიფიციური კომპანიების მიერ ტენდერში მონაწილეობის რაოდენობა ცირდება. შესაბამისად, აქედან გამომდინარე ტენდერში გვყავს ერთი ან ორი მონაწილე, რაც თავის მხრივ არ უზრუნველყოფს ჩვენს კონკურენციას. ჩვენი ამოცანაა, რომ ზედაზღვარი ტენდერებში მოიხსნას, თავის მხრივ სახელმწიფომ უნდა დაიცვას საკუთარი თავი დემპინგისგან, რამე თუ დემპინგი და დემპინგი არის წყარო ფაქტიურად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფრთხე და რისკი სახელმწიფოსთვის, რომელიც როგორც ხარისხზე მოქმედებს, ისე მიწოდების ვადებზე მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დადგა მომენტუმი იმისთვის, რომ ესე ვთქვათ, ეს ინფრასტრუქტურული სექტორი გადავიყვანოთ იმ დასავლურ სტანდარტებზე და მათ შორის დავიწყოთ სწორედ შესყიდვის პროცედურები. მუნიციპალური განვითარების ფონდმა აბაზთუმანში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის SAPA Construction 70 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. ტენდერი დიზაინ ბილდის მეთოდით დაბა აბაზთუმანში სამშენებლო სარეაბილიტაციო ობიექტებისთვის საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადდა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობების აღდგენა, საზოგადოებრივი დანიშნულების ტურისტული და რეკრეაციული ობიექტების კეთილმოწყობა, ქუჩებისა და გზების აბაზთუმნის რეაბილიტაციისთვის და მის გარშემო საგზაო ინფრასტრუქტურის გამართვისთვის გასული წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე 280 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ამასთან კურორტი განახლებული სახით ჯერ არ გახსნილა, ასევე არ გახსნილა ადგილზე მშენებარე რამდენიმე მაღალი კლასის სასტუმრო. უცნობია, მოხდება თუ არა კურორტის ოფიციალური გახსნა 2026 და 2027 წლებშიც, რადგან მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დამატებით გაფორმებული 70 მილიონიანი ხელშეკრულების განხორციელების ვადა 2 წლიანია. რაც შეეხება დღის სხვა თემებს, დაწესდება თუ არა უცხოელ გიდებზე კვოტირება და როგორ აღსრულდება შრომითი მიგრაციის შესახებ ახალი კანონი, რომელიც მუდმივი ბინადრობის არ მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გიდებად მუშაობას უკრძალავს. ადგილობრივი გიდების ნაწილი მიიჩნევს, რომ კვოტების შემოტანა საჭირო არ არის, ნაწილს კი კანონის აღსრულებასა და პრიორიტეტებზე კითხვები აქვს. გიდების კვოტირებისა და ახალი კანონის ამოქმედების საკითხებზე ტურიზმის ადმინისტრაციამ გიდების ასოციაციებთან შეხვედრაც გამართა. 1 მაისს ამოქმედებული კანონი უკვე ძალაშია, იგეგმება თუ არა ცვლილებები კანონში და როგორ აფასებენ ადგილობრივი გიდები ცვლილებებს. ეკა გაზდელიანი შემოგვიერთდება ახლა დეტალებით პირდაპირ ეთერში ეკაკის. მოგესალმები ელენე, ამ ეტაპზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აღარ განიხილავს უცხოელი გიდების კვოტები გაზარდო საქართველოში შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესული ცვლილებებით გიდების საქმიანობაზე ნულოვანი კვოტა დაწესდა და კანონი 1 მაისს ამოქმედდა და ტურიზმის ადმინისტრაციამ ადგილობრივ გიდებს და ასოციაციებს შეხვედრაზე კითხა ხომ არ იყო საჭიროება იმისა, რომ სხვადასხვაენოვანი გიდები დაეშვათ ბაზარზე და კვოტა გაზრდილიყო, თუმცა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ადგილობრივი გიდების რესურსი სრულად პასუხობს ბაზარზე არსებულ მოთხოვნას, შესაბამისად გადაწყდა, რომ კულტურული გიდების მიმართულებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კვოტირება ამ ეტაპზე კვლავ ნულოვანი დარჩება, თუმცა ადმინისტრაცია მომავალში კვოტების გაზრდას არ გამორიცხავს. სამუშაო ბაზრის მოკვლევა რეალურად ამას ამსახურება, რომ წლიდან წლამდე რა თქმა უნდა მდგომარეობა შეიძლება იყოს სვლადი, აქედან გამომდინარე თუ ვთქვათ გაჩნდება იმის საჭიროება, რომ რომელიმე ენაზე ან რომელიმე ეროვნებაზე იქნება კვოტირება დასამატებელი, ამას ჩვენ განიხილავთ კვლავ ასოციაციებთან კონსულტაციებს. იყო გარკვეული, ასე ვთქვათ, წუხილი, რომ ზოგიერთ არ ყოფნიდა, ვთქვათ, სხვადასხვა ენოვანი თუ სხვადასხვა ქვეყნის გიდი და იმისთვის, რომ არ ყოფილიყო მათი ხმა, ასე ვთქვათ, უგულებელყოფილი, ჩვენ გავაკეთეთ გაერთიანებული შეხვედრა. ერთხმად კვლავ იყო დაფიქსირებული, რომ საქართველოს გიდები აკმაყოფილებენ ბაზრის მოთხოვნას, ენების იქნება ეს თუ კვალიფიკაციის მოთხოვნების მიხედვით და საქართველოს ამ ეტაპზე არ საჭიროებს უცხოენოვანი გიდების, უცხოელი გიდების კვოტირებას საქართველოში. ჩვენ ვესაუბრეთ გიდებს და გიდების პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლებს, მათი ნაწილი კვოტების გაზრდის წინააღმდეგია და მიიჩნევს, რომ უცხოელ გიდებზე კვოტა ნულოვანი უნდა დარჩეს, რადგან უცხოელი გიდები მათ ართმევდნენ ბაზრის დიდ ნაწილს, ნაწილი კი საკანონმდებლო ცვლილებებს ნაადრევს უწოდებს და აცხადებს, რომ სახელმწიფო უწყებებს არ გააჩნიათ ზუსტი სტატისტიკა და არც კანონის აღსრულების მკაფიო მექანიზმები, არსებული მიდგომა სექტორში ქაოსს გამოიწვევს და ტურისტულ ნაკადებს შეაფერხებს. გიდების ნაწილი ამბობს, რომ სახელმწიფოს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი რეგისტრირებული და სერტიფიცირებული გიდი არსებობს ქვეყანაში.
ქვეყანაში ან რამდენი მათგანი ფლობს ისეთ იშვიათ ენებს, როგორიც არის ჩინური, არაბული თუ ებრაული, ამიტომ სახელმწიფომ არ უნდა შექმნას ბარიერები იმ უცხოელი გიდებისთვის, რომლებსაც ქვეყანაში დიდი ტურისტული ჯგუფები შემოჰყავთ და შესაბამისად ეკონომიკურ დოვლაც ქმნიან. ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში არის ადგილზე მყოფი არალეგალი უცხოელები, რომლებიც ადგილზე მუშაობენ არალეგალურად, აქ ცხოვრობენ და ადგილზე ჩამოსულ ტურისტებს ართმევენ ადგილობრივ გიდებს. გონია რომ მთელი კანონმდებლობის სიმკაცრე მათ მიმართ უნდა იყოს შემოღებული და არა იმ გიდებისა, რომელსაც საქართველოში უცხოეთიდან შემოყავს. პირიქით შემოაქვს ეს დოვლათი მარტო გიდებზე ხო არ ნაწილდება სასტუმროები, რესტორნები, მუზეუმები, ატრაქციები. გონია რომ თავს ვიტყულებთ და ამის სანაცვლოდ საჭირო იყო ჩემის აზრით პირიქით მათთვის შეგვეთავაზებინა კანონის ჩარჩოებში გადამზადება, ასევე წამოგვეწია არაბულენოვანი, ივრითულენოვანი, ჩინურენოვანი ადგილობრივი გიდები, გადაგვემზადებინა, მათთვის ახალი სევა მიგვეცა, გარკვეული 2-3 წლიანი ფორა მიგვეცა ამ ადამიანების, როგორც ადგილობრივების, ისე უცხოელების. რა თქმა უნდა, არის ენები, სადაც ჩვენ კვოტა არ გვჭირდება, მაგალითად როგორიცაა რუსულენოვანი გიდები, ინგლისურენოვანი გიდები და ასე შემდეგ, მაგრამ არის იშვიათი ენები, როგორიცაა არაბული, იაპონური, ჩინური, ივრითი და სხვა ენები, სადაც გარკვეული რაოდენობის კვოტა უნდა იქნას დაშვებული რაღაც პროცენტი. რა თქმა უნდა, ეს იქნება დროებითი, გარდამავალი პერიოდის კვოტა იქნება და გავა 1 წელი კანონი გადის ადაპტირებას და ვნახავთ, რომ სიტუაცია დარეგულირდება, შეიძლება მე მივიღოთ ისევ ნულოვანი კვოტა. კანონი რა თქმა უნდა კარგია, მივესალმებით მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან უკვე ადგილობრივი გიდები დასაქმდა, უამრავი გიდი და ისინი კმაყოფილი არიან, რადგან მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. ჩვენ არ გვაქვს იმ ხელა ფუფუნება, რომ ეხლა ყველა ასე ვთქვათ იშვიათი ენის ქვეყნებს მივაწოდოთ საკმარისი მათი ენის გიდი. თუმცა თუ ჩვენ დავუშვით კვოტირება, ერთი კომპანია იტყვის, რომ იცი რა, მე კვოტაში მოხვდი, მეორე იტყვის, რომ მე რატო ვერ ხვდები, მე იქნება პრეტენზიები, მე იქნება სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მოთხოვნები, შეიძლება უფრო მკაცრი მოთხოვნები იყოს ქვეყნისადმი და ასე შემდეგ. ამიტომ წინასწარვე ეს არ უნდა იყოს დაშვებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაინც საქართველოში არის საკმარისი რაოდენობის გიდები, რომ ჯერჯერობით ხა კვოტა არ არის ყველაზე მთავარი არის დარეგულირდეს ეს კანონი და შემდეგ უკვე გამოჩნდება ბაზარზე საჭიროა თუ არა. სპეციფიური კვლევა არის აუცილებელი, მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ ჩინურენოვანი ბაზარი, ეს არ არის მარტივი ენა, მაინც საქართველოში არიან საკმარისი რაოდენობის გიდები, რაც მე ვფიქრობ, რომ ყოფნის იმ გამოწვევას. თუმცა საჭიროა ბაზრის კვლევა. რა ენას რა გამოწვევა აქვს ამ შემთხვევაში. უნდოვანია ისიც, ვინ უნდა გააკონტროლოს კანონის აღსრულება, შეხვედრიდან გამოსულმა გიდებმა გვითხრეს, რომ სახელმწიფო უწყებები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. მათ უთხრეს, რომ კანონის აღსრულება შრომის ინსპექციის და საპატრულო პოლიციის ჩართულობით განხორციელდება, თუმცა გიდებმა გვითხრეს, რომ აღსრულების პროცესი და მექანიზმები მათთვის მაინც ბუნდოვანი დარჩა. ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კი პასუხობს, რომ აღსრულების მექანიზმებზე მუშაობა კვლავ გრძელდება. უცხოელად ამ საკითხებზე 19 საათიან გამოშვებაში გიამბობთ. მადლობა ეკა, ტურიზმის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დეტალებზე ეკა გაზდელიანი საუბრობდა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ირაკლი კობახიძემ ერევანში გამართულ ევროპულ პოლიტიკურ სამიტზე დაკავშირებადობის კუთხით საქართველოს განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო და ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში სამხრეთის გაზის, დერეფნისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტების სტრატეგიულ დატვირთვაზე ისაუბრა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფთა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის და აღნიშნა, რომ ძლიერი დაკავშირებადობა გრძელვადიანი სტაბილურობის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა, აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში. ასეთი იყო საქმიანი ამბები ამ დროისთვის. დღის ყველა მთავარ ბიზნეს და ეკონომიკურ სიახლეს 19 საათზე ანა ლაპიაშვილი შეაჯამებს. მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.